გამარჯობა, ვაგრძელებ საუბარს ადამიანის საჭმელებელი ტრაქტის ჰისტოლოგიაზე, წინა ლექციაზე ვისაუბრე კუჭზე და ახლა ბუნებრივია საუბარი უნდა გავაგრძელოთ 12 გოჯა ნაწლავით. 12 გოჯა ნაწლავი, როგორც ვიცით, თავის მხრივ წარმოადგენს დასაწყის წვრილი ნაწლავისას. იგი გამონაკლისს არ წარმოადგენს და როგორც თელი საჭმელებელი ტრაქტის სისტემა 4 შრისგან შედგება. დღეს მე აქ მოყვანილი მაქვს ორი პრეპარატი, რომელიც წარმოდგენილი არის ჰორიზონტალურ კვეთში, უბრალოდ ნაწილია მოყვანილი, სანათურის მხარე არის მოთავსებული აი აქეთ, ზედა ნაწილში, მეორე სურათზეც. ეს ორივე პრეპარატი სხვადასხვა ნივთიერებით არის შეღებილი და უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის ორივე განვიხილოთ, უფრო კარგი წარმოდგენა რო გქონდეს, უკეთესი წარმოდგენა. პირველი შრე, როგორც თქვი, არის ლორწოვანი და იგი მოისაზღვრება აი აქედან სანათურის მხრიდან აი ამ წითელ ზოლამდე, აქაც ესე კარგად ჩანს, ეს წითელი ზოლი, ეს მთლიანად არის ლორწოვანი შრე. მეორე შრე, როგორც აღნიშნეთ, არის ლორწქვეშა შრე. აქაც არ წარმოადგენს ეს ბუნებრივია გამონაკლისს და გადაჭიმული არის აი ამ კუნთოვანი ფირფიტიდან, აი აქამდე, შემდგომ კუნთოვან შრემდე. აქაც იგივე, ესეა გადაჭიმული. მესამე შრე არის კუნთოვანი, აი ეს ნაწილი, საკმაოდ მსხვილი, აი ეს ნაწილია და მეოთხე შრე არის სეროზული გარსი, რომელიც აი აქ აი ესეთი ღია გამჭვირვალე ფერით არის წარმოდგენილი. ახლა დავიწყოთ განხილვა თუ ამ შრეებში რა ნაწილები შედის. როგორც აღნიშნეთ, ესე იგი პირველი გვაქვს ლორწოვანი, აი სანათურის მხარე. ლორწოვანი შრე თავის მხრივ წარმოდგენილი არის, რა თქმა უნდა, ეპითელური შრით. აქ ჩვენ გვაქვს ერთშრიანი პრიზმული ცილინდრული ეპითელიუმი წარმოდგენილი და წვრილ ნაწლავში მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ ჩნდება ახალი ტერმინები, ეს არის ხაო, აი ეს ხაო არის, რომელსაც ხაოების ფორმა აქვს და შესაბამისი სახელიც აქვს, აი ხაოები, ეს ნაწილია. და ეს ხაოები წარმოდგენილი არის, როგორც აღნიშნეთ, ერთშრიანი პრიზმული, ცილინდრული ეპითელიუმით, წარმოადგენს ესე იგი საწყის ნაწილს ლორწოვანი შრისას და შემდგომ უკვე მოდის საკუთარი ფირფიტა, აი ეს ნაწილი არის საკუთარი ფირფიტა, აი ეს ნაწილი, ანუ კუნთოვან ფირფიტამდე, აი ამ ზოლამდე, საკუთარი ფირფიტით არის წარმოდგენილი და აქ ჩვენ ხვდებით უკვე კრიპტებს, აი ეს ნაწილი არის კრიპტები. აი ამათ შორის ჩვენ ხაოებს შორის ჩაღრმავებებს რო ვხედავთ, აი ქვედა ნაწილში არის კრიპტები წარმოდგენილი. თვითონ კრიპტა ბერძნული სიტყვა და ფარულს ნიშნავს. ნუ იქიდან გამომდინარე, რომ აი ქვედა ნაწილშია დაფარულია და ასეთი სახელიც მიენიჭა. ხო, ესე იგი, ახლა აქ რა გვხვდება ჩვენ და რითია ეს მნიშვნელოვანი? კრიპტებში ჩვენ ხვდებით ლიბერკუნის უჯრედებს, რომლებიც თავის მხრივ ღერო უჯრედებს წარმოადგენენ და ასევე გვაქვს პანეტის უჯრედები, ისინი ანტიბაქტერიულ ფუნქციაში იღებენ მონაწილეობას, ანუ აქეთ მხარესაც იგივე, აქაც იგივე. აი აქ უჯრედები რაც არის, მათზეა საუბარი. შემდგომი შრე უпростоრად შემდგომი ფირფიტა ლორწოვანში ეს არის კუნთოვანი ფირფიტა, რომელიც თავის მხრივ, ანუ აი ეს ნაწილი კუნთოვანი ფირფიტა არის, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ხაოების მოძრაობას, ანუ ამათ მოძრაობას განაპირობებს. გადავიდეთ შემდეგ შრეზე, ლორწქვეშაზე, აქაც მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ დატვირთულია ეს შრეც, აი ეს განიერი შრე, რაც არის, იგი წარმოდგენილი არის მკვრივი შემაერთებელი ქსოვილით და აი აქ რაც გვხდება, აი ეს უჯრედების გროვა, რაც არის აქეთ, აი ამ სურათზეც კარგად ჩანს, ამ პრეპარატზეც, ეს არის ბრუნერის უჯრედები, რომლებიც ტუტეს გამოყოფს და თავის მხრივ უზრუნველყოფს, ანუ კუჭიდან გადმოსული აწუკვე ქიმუსის გატუტიანებას. იგი ხო ჰაშქლორით არის დამუშავებული, აი კუჭის განხილვისას აღნიშნეთ კიდევაც, მაგრამ მჟავათი და მათი განეიტრალება რომ მოხდეს, ბევრი მიზეზის გამო, ერთ-ერთი ის რომ არ დააზიანოს ლორწოვანი შრე 12 გოჯა ნაწლავის. ასევე აქვე მოთავსებული არის ბუნებრივია სისხლძარღვები და ჩანს კიდევაც, აი აქ რაც არის, აი სისხლძარღვები. გარდა ამისა არის მეისნერის ნერვული წნულები.
რომლებიც ამ ჯირკვლებზე მოქმედების შედეგად მათ სეკრეციას უზრუნველყოფენ, გასაგებია ეს. გადავიდეთ შემდეგ შრეზე, აი ამ შრეზე, აი ამაზე, კუნთოვანზე, კუჭისგან განსხვავებით აქ ორი შრე გვექნება კუნთოვანი, ბუნებრივია, ანუ კუჭში სამია, ეს გამონაკლისი არის თავის ფუნქციიდან გამომდინარე. შიდა შრეს, აი შიდა ნაწილი, აი ეს ნაწილი წარმოდგენილი არის ცირკულარული ირგვლივი კუნთოვანი შრით, ხოლო გარეთა არის სიგრძივი და ამ ცირკულარულსა და სიგრძივ შორის, როგორც ყველგან წარმოდგენილი არის, აი აქ კარგად ჩანს, აი აქაც არის, კარგად ჩანს, აუერბახის ნერვული წნულები, რომლებიც ამ კუნთების შეკუმშვას განაპირობებს, ანუ პერისტალტიკას. რაც შეეხება გარეთა შრეს, აი ამ შრეს, ეს არის, როგორც აღნიშნეთ, სეროზული გარსი და იგი პერიტონეუმს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, 12 გოჯა დაფარულია წინიდან პერიტონეუმით. მისი, თქვათ, ინტრაპერიტონეულად არის განლაგებული 12 გოჯა ნაწლავი თუ რეტროპერიტონეულად, ეს დამოკიდებულია მის ნაწილებზე. შემდგომში განვიხილავ უკვე იეიუნუმს, ანუ მლივ ნაწლავს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.